დილამშვიდობისა, დღეს 19 მარტია, დილის 8 საათი და 30 წუთი. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. სოფიო გუჭავა და გეგი ნემსიწვერიძე ვიქნებით თქვენთან ერთად. ყველას მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ყველას ბედნიერ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ. სანამ შემოგთავაზებდეთ გადაცემის ანონსს, თუ იქნებიან ჩვენი სტუმრები და რა თემაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. მანამდე ნახოთ საეკლესიო კალენდარი და ერთად შევიტყოთ, რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 19 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს წმინდა ელენე დედოფლის მიერ პატიოსანი ჯვრის და სამსჭოლთა პოვნას იერუსალიმში და მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე დოსითეოს, ქუთათელ მიტროპოლიტს, 42 ამორეულ მოწამეს, ღირსმოწამე კონონს და მის ძეს, ღირს არკადი კვიპრელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. პირველი სტუმარი მოძღვარი იქნება, შემოგვიერთდება დიდ ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე. ისაია წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველება, წყლულებითა მისითა ჩვენ განვიკურნებით. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ მაცხოვრის ვნებებზე, როგორც ჩვენთვის სიკეთის აღმომაცენებელზე. რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, ასევე საინტერესოდ გაგრძელდება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მრავალშვილიანი ოჯახია, იმიტომ რომ დედმამიშვილებს შორის ურთიერთობის შესახებ უნდა ვისაუბროთ ფსიქოლოგთან ერთად. შემოგვიერთდება ფსიქოლოგი ბარბარე ჭკუასელი. საფოსტო მომსახურების ორსაუკუნოვანი ისტორია. საქართველოს ფოსტამ საფოსტო საქმიანობის წარსულისა და თანამედროვეობის ამსახველი ციფრული ინსტალაციის წარდგინება გამართა. თუ როგორ დაიწყო საფოსტო გზავნილების ისტორია საქართველოში, უფრო მეტს უკვე ნინი გელაშვილის სიუჟეტიდან მოგიყვებით, რომელსაც გადაცემის მსვლელობისას ვნახავთ. გადაცემის დასკვნით ნაწილში კი შემოგვიერთდება ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია. გეტყვით, რომ მაროკოში საგზაო უსაფრთხოების მინისტერიული გაიმართა, რომელშიც ჩვენი სტუმარი მონაწილეობდა და საგზაო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებსა და საგზაო ფატალური შემთხვევების შემცირების შესახებ უკვე დეტალურად სტუმართან ერთად ვისაუბრეთ. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში.
დავრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვერთდა დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე. დილომშვიდობისა მამა ირაკლი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენს მაყურებლებს. დიდი მადლობა. ისაია წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველება წყლულებითა მისითა ჩვენ განვიკურნებით. სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. ვიდრე გადავალთ ამ სიტყვების განმარტებაზე თუ რას ნიშნავს და დეტალურად განვიხილავდეთ ამ სიტყვების მნიშვნელობას და არსს, განვიხილოთ და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს გავიხსენებთ, ვინ იყო ისაია წინასწარმეტყველი. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი, მოკლედ რომ გადმოვცეთ, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი, რომელსაც ეკლესია უწოდებს ძველი აღთქმის მახარებელს. ანუ იმდენად რეალურად და აღწერილი მაცხოვრის ჯერ განკაცების საიდუმლო, რომ ღმერთი უნდა განკაცებულიყო, ყველაზე დიდი სასწაული რაც ამ სამყაროში მოხდებოდა, რომ ღმერთი განკაცდებოდა, რომ ის ქალწულისაგან იშვებოდა და ყველაზე ძვირფასი კიდე სიტყვები აი ეს რაც მის ჯვარცმას უკავშირდება მის მაცხოვრის გამოსყიდველ მსხვერპლს, იმიტომ რომ კაცობრიობა ელის მხსნელს და ვინ იქნებოდა ეს მსხვერპლი გამოსყიდველი და რა ფასად ახსრულებოდა ადამიანთა გამოსყიდვა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და 53 თავი არის ისაია წინასწარმეტყველისა, სადაც აი მაცხოვარი არის როგორც იგაურად შედარებული როგორც ცხარს, რომელიც არის გამოზადებული და რომ უნდა დაიკლას ადამიანთა ცოდვა და გამოსასყიდვა. საერთოდ აი მაცხოვრის ხსნელ ღვაწლზე რო საუბრობენ ეკლესიის მამები და წმინდა წერილი ყოველთვის ცდილობს რომ შეგვიქმნას რაღაც იგავური სახე, რომლითაც მეტნაკლებად შეიძლება ჩავწდეთ აი ამ მსხვერპლის მნიშვნელობას. ახმადი რო იყოს თქვა, ეს არის თქვა ქრისტე როგორც მცხარი, რომელიც დასაკვირვებლად არის, ქრისტე როგორც მღვდელმთავარი, ქრისტე როგორც ღმრთის სიბრძნე და ძალიან ბევრი თქვა ქრისტე როგორც მკურნალი. აი ეს რომ აი ამ სიტყვებით ეკლესია და წმინდა წერილი ცდილობს რომ აი თითოეულ სახეზე, თითოეულ ესე იგი თქვა საშუალებაზე, ან თქვა მომენტზე, თქვა რით როგორ მოხდა ჩვენი გამოსყიდვა, თქვა ან სიკეთე რაც ამ გამოსყიდვით მივიღეთ, ხო, ამაზე უნდა იყოს გამახვილებული. სანამ ამ თემაზე დავიწყოთ საუბარს, რატო შევარჩიეთ ახლა რატო იყო რომ დიდი მარხვა არის და დიდ მარხვაში ადამიანები თქვა ორიენტირებულები არიან, თქვა ესე იგი ღვაწლი აიღონ, განიწმინდონ, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი მიზანი გააჩნია. ეს არ არის ჩვენ უბრალოდ ეხა მარხვა არის და საუკეთესო საშუალება მოგეცა თქვა წონაში კორექტირება მოხდეს. ან ჩვენი თავარი ყურად საღები და ყურადღება მისაქცევი არის თავად ქრისტე. იმიტომ რომ მისით მოგვეცა ჩვენ ეს კურნება და აი ამ რა ფასად მოხდა ეს კურნება, ეს თუ ადამიანმა გონებაში არ აღიქვა და არ ჩაიდო გონებაში, მთელი მისი ცხოვრება მე მიედინება ეს ზედაპირულად, უმადლოდ, მადლიერების გრძნობის გარეშე. და სანამ ამ თემასთან დავიწყებდით საუბარს, ერთი ბავშვობით ჩემი პატარა ეს მინდა გავიხსენო ფრაგმენტი, რომ ცხოვრებისეული, რომ ეს სადღაც 4 წლის ვიყავი და ბაღში დავდიოდი. და გაზაფხული მოვიდა და ეხლა როგორც წესი იყო 8 მარტს ყოველთვის მასწავლებლისთვის ყოჩივარდები უნდა მიგვერთმია და მახსოვს რომ მამა ფეხმტკივნეული იყო, ავარიაში იყო მონახოდრი და ძალიან ტკიოდა ფეხი და დედამ უთხრა დილას რომ ყვავილები ჭირდება, თორემ ბაღში უნდა მიიტანონ და ესე იგი ეს წავიდა მამა, იყიდა ეს ყოჩივარდები მოიტანა რომ ბაღში მიმეტანა და მივედით ამ ბაღში და მასწავლებლის ერთი ეს ყველა მირთმეული ეს კონა პატარა ყოჩივარდების და კარადის თავზე შემოვაწყო და მახსოვს შოდღე მოვიდა და მასწავლებლის შვილი ეწვია მასწავლებელს ამ ბაღში და ჩამოიღო რომელიღაცა კონა, რატოღაც ჩავთვალე რომ ჩემი მიტანილი კონა იყო და ამბობს რომ ფურა უსუნო ყვავილი არისო და არ დამავიწყდება ის შინაგანი ტკივილი, რაც აი ამ ბავშვის ამგვარმა დამოკიდებულმა ჩემ გულში გამოიწვია, იმიტომ რომ იმ ერთ კონაში ყველაფერი გამახსენდა მამისის ტკივილი, როგორი ტკივილი ჩავიდა ეს და იმისთვის უფასო შევდის ქონდა ძალიან ძალიან ძვირფასი ფასი, ძალიან დიდი ფასი ქონდა. და ეხლა რატო ყვები ამას, რომ
აი არიან ადამიანები, ვინც ისე ზედაპირულად უყურებენ აი ამ ყველაფერს, აი მაცხოვრისგან გაკეთებულ ამ სასწაულს, რომ აი გული მოგიკვდება და ამ დროს აი ფასი რა ფასი არის, აი ჩვენს თავისუფლებაში, ჩვენს სიცოცხლეში გადახდელი, ას ყოველთვის უნდა ახსოვდეს ქრისტიანს და ამოვიწერე ეს სიტყვები ისე წინასწარმეტყველისა, მე მინდა რომ ეს ისეთი სიტყვები არის, რომ ქრისტიანმა ყოველთვის აი გონებაში უნდა ატაროს, რომ როგორი არის და როგორ დაინახა ისაია წინასწარმეტყველმა ჯერ კიდე საუკუნეების წინ მაცხოვრის ეს ტკივნეული სახე ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენელი და უფლის მკლავი ვის გამოიცხადა ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან არც ღირსება ქონია და არც მშვენება რომ ზედ შეგვეხედა არც იერი რომ მივეზიდეთ საძულველი იყო კაცსაგან ათვალწულებული გატანჯული და სნება მორეული ერთ იმადგანი ვისაც პირს არიდებენ საძულველი იყო და არად ვაგდებდით ნამდვილად კი მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი ჩვენ კი გვეგონა ღვთისაგან იყო ნაცებ ნაგვები და დამცირებული მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისათვის იყო დაჭრილი ჩვენი უკეთურებებისათვის დალეწილი მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმართლისათვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნენით სარი პირველი ხუთი მუხლი ამ 53 თავისა და აი ეს სახე რომ თავიდან ფეხებამდე არაფერი არ ყოფილა მასში მთელი და ისე წინასწარმეტყველის გადანახული ჩვენ მას პირს ვარიდებდით იმიტომ რომ გვეგონა რომ ის ღვთისაგან იყო დასჯილი და რეალურად მან ჩვენი სნეულებები იტვირთა ჩვენი სოლებისათვის დაისაჯა და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნენით. ეხლა ძალიან საინტერესო და ესე საგულისხმო სიტყვები არის რომ ერთი ის რომ ესე იგი ამ სიტყვებში კარგად ჩანს არა მარტო ებრაელთა მაშინდელი თქვა და იუდეველთა დამოკიდებულება მაცხოვრისადმი, არამედ ზოგადად მთელი კაცობრიობის დამოკიდებულება, რომ ადამიანი ცხოვრების ხშირ მომენტებში ღმერთ პირს არიდებს. ანუ ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, თქვა და რამდენი სიტუაცია, თქვა ადამიანს სჭირდება ღმერთთან ურთიერთობა, რაღაც ღმერთი დაჭირდება, ეძახის უფალო დამიხმარე, უფალო შემეწიე და აღარ ჭირდება და ეხლა ნუღა შემაწუხებ. თქვათ, იყავი შენ და როცა მე დამჭირდება, მაშინ კვლავ დაგიზახებ. ეს არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება. ან დროს ღმერთის დამოკიდებულება ჩვენი როგორი არის, რომ ის მოდის, რომ ჩვენი ტკივილები იტვირთოს, რომ ადამიანს რომელსაც არ შეუძლია საკუთარი ძალებით გამოსყიდვა, ღმერთი მოდის და ტვირთულოს აი ამ ჩვენს სატკივილს. მეორე კიდე აი ამ სიტყვებში ჩანს ერთი საოცარი მომენტი, რომ ყველა ადამიანი ჭირნებს საჭიროებს კურნებას და რა კურნებაზე არის ლაპარაკი აქ მე აქ არა მარტო ფიზიკურ სნეულებებს იმიტომ რომ ფიზიკური სნეულებებისათვის გამკურნებისათვის თქვა დამხელდა მსხვერპლი არ იქნებოდა საჭირო იმიტომ რომ ღმერთს შეუძლია თქვა ადამიანის ფიზიკური სნეულება ერთი სიტყვით განკურნოს და უამრავი მაგალითი არის წმინდა წერილში მაგალითად როდესაც აი მაგალითად ჩამოდის ნეემან ასური ელისე წინასწარმეტყველთან და როდესაც კეთრით არის ის დაფარული და ელისე წინასწარმეტყველი ეუბნება რომ წადი და დინარი იორდანეში განიბანდი და ნემანი უნდა რით ჯობია დინარი იორდანე თქვა ჩვენს წყლებს ჩვენთან უამრავი დინარი არის და ეუბნება მის მსახური წადი და ნახე ამხელა გზა გამოგივლია და მომენტულად განიკურნება ამ სნეულებისაგან უამრავი მაგალითი არის თქვენ წმინდა წერილში როდესაც მაცხოვრი მოდის უკვე და გახსოვთ თქვენ დინარი მოდის აი სასწაულების კურნებების დინება მოდის და სადაც კი გაიგებდნენ რომ მაცხოვრი შევიდა ყველგან მის გარშემო ხალხი თუნდაც აი დღეს ამ კვირას საკითხული სახარების ეს ეპიზოდი, როდესაც განღულოს მიიყვანენ მაცხოვართან და სახლის სახურავს ახდიან, რომ იქიდან ჩაეშვათ. ანუ სხვა აქ ლაპარაკი არის რაღაც ისეთ კურნებაზე, რომელიც საჭიროებდა აი ამ ღვთაებრივ ჩარევას. და რა კურნებაზე არის, თქვა რა სნეულებაზე არის საუბარი და რა კურნებაზე არის საუბარი. ამიტომ ამას თუ ხაზი არ გაესვა მე ადამიანის თქვა რაღაცნაირად ეს ზედაპირულია როგორც ეხლა გითხარი და ამასთან დაკავშირებით არის ეს ამ სნეულებაზე ლაპარაკობს იერემია წინასწარმეტყველი რომ თავის ესე იგი მეორე თავში ახეთ ესე რაღაცას ამ თუ მესამე თავში რომ ხმა ისმის შიშულ გორაკებზე ისრაელთა საწყალობელი მოთქმა რადგან გაიმრუდეს გზა და დაივიწყეს უფალი
თავიანთი ღმერთი. მოიქეცით ჩემკენ, გაქცეულო შვილებო, მე გავკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, მოვოდით შენთან, რადგან შენ უფალი ხარ, ჩვენი ღმერთი. ნახეთ, როგორ საოცარ რაღაცას ამბობს, მე გავკურნავ თქვენს განდგომილებას. ანუ განდგომილება ეს ის ტკივილი იყო ადამ კაცობრიობას, რომელიც მან იწუნია ღვთისმცნების დარღვევით. და ეს განდგომილება ვლინდებოდა ყველა ნიუანსში, თქვათ, ადამიანს ხშირად უნდა რომ აი ვის უხარია ამ ცხოვრებაში თქვა უბედური ცხოვრება, ხო? ამ დროს ჩვენ ვიცით რომ ნებისმიერი ცოდვის, ნებისმიერი უჩობის საზღაური არის სიკვდილი. ღვთისაგან განდგომილების განშორების ტკივილი. მაგალითად, რასაც ჩვენ დღეს დეპრესიას უწოდებთ და აი შინაგან ტკივილს, აი უღმრთობისას ფიზიკურად გამოხატული დეპრესია, მაგრამ რეალურად სულიერი ტკივილი არის, ხო ეს? ეს აღწერილი არის წმინდა წერილში. მაგალითად, როდესაც საულს საღვთო სული განეშორება და საულ მესამე დავითის წინამორბედი მეფე კონკრეტული ცოდვის გამო, რომ მან ესე იგი მოინდომა, რომ ის პრეროგატივა მიიღო, რაც მას არ ეკუთვნოდა, თქვა, მღვდელმთავრისა. სხვების შემწირველისა. უნდა მისულიყო მასთან სამოულ წინასწარმეტყველო და სამოულ წინასწარმეტყველო დათმულ დღეს უნდა აღესრულებინა მსხვერპლ შეწირვა და საული ფიქრობს, რომ მეფე წინასწარმეტყველი აგვიანებს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ თვითონვე შეეწირა. ანუ სამღვდელო მსახურება თვითონ მიისაკუთრა. და როდესაც სამოულ წინასწარმეტყველი მოდის, ძალიან მკაცრად დაამხელს და ეუბნება, რომ ღმერთი განეშორა, განგეშორება შენი ამგვარი საქციელის გამო და მართლაც ამის შემდეგ აღწერილი არის საულ მეფის ეს შინაგანი მდგომარეობა, როდესაც მასთან აი საღვთო სული განშორებულია და ბოროტის სული როგორ ტანჯავს მას. ერთადერთი საშუალება, რითაც ის დროებით სიკეთეს, ასე ვთქვათ, მოსვენებას ღებულობდა, ეს იყო, როდესაც დავით ფსალმუნე მიდიოდა მასთან, ფსალმუნის ამ საგალობლებს დაუკრავდა, ფსალმუნს დაუკრავდა, მასზე საღვთო ხინოს დაამღერებდა და აი ამ დროს მას ბოროტის სული განეშორებოდა. ანუ ღვთისაგან განდგომილების ტკივილი არის ყველაზე დიდი ტკივილი, რაც კაცობრიობა მიწვია თავისი დაცემის შედეგად. ანუ იგივე უმადურება და არამადლიერება ალბათ შეიძლება ხვდავაიგივოთ ამ სიტყვაში. ყველაფერი ჩანს ამაში, იმიტომ რომ ბოროტმა რა გააკეთა, ადამიანს დაანახა ღმერთი როგორც მოძალადე, როგორც ადამიანისათვის არაკეთილმსურველი, მატყუარა, იმიტომ რომ როდესაც ბოროტი ესაუბრება, რომ მართლა აგიკრძალა ღმერთმა ამ ხის ნაყოფის ჭამა. ეუბნება, რომ არა მარტო აგვიკრძალა ჭამა, არამედ შეხედვაც კი აგვიკრძალა. და იმიტომ რომ გითხარ, როგორც კი ამ ნაყოფს შევჭავდით, სიკვდილით მოკვდებით და ფიქრობ ასე უნდა ნახეთ ბოროტი, არ მოკვდებით თქვენ. ანუ ეს როგორი საოცარი მომენტი არის, რომ აი ეს ჩვენს დღევანდელ კაცობრიობის ჩვენი ცხოვრებაში რო გადმოვიტანოთ, რომ ეკლესია ქადაგებს, რომ ცოდვის საზღაური არის სიკვდილი. ადამიანი თქვა დაიჭებოდა, რამდენი ადამიანი დღეს მოტყუებული კაცი, რომ თქვა ცოდვა დღეს ლეკავს ადამიანს, კაცობრიობას და ადამიანები რითი ინუგაშები თავს. აი ხო სოდავს ის და რაღაცა დამშის ღმერთი. იმას ის არ დაჭიდა და ამბობს ჩვენ როგორ ავთ რომ ადამიანების აი მოკლე რაღაცა ძალიან მოკლე ეპიზოდს ხედავთ ადამიანების ცხოვრებისა. ჩვენ მისი არც წინა პერიოდი არ ვიცით. თქვა ვიღაცას გადავიკვეთეთ სადღაც ცხოვრებაში. არც მომდენო პერიოდი არ ვიცით რა იქნება და ამ დროს პირდაპირ წერია სიკვდილის ცოდულთა დავით მესალმონის სიტყვა არის სიკვდილის ცოდულთა ბოროტარს. მოკლედ აი პირველი ესე იგი კურნება რაც მაცხოვრმა ყველა ჩვენგანს მოუტანა თავისი აი ამ ტკივილებით. ეს იყო აი ეს ღვთისაგან განდგომილების ტკივილი, რომ აი ესე იგი ადამიანმა დაკარგა დავიხეტებოდით როგორც პეტემოციკულს უწერია დავიხეტებოდით როგორც გზაბნეული ცხვრები და ეხლა ჩვენ მაცხოვრო მიგვარა კლავ მამასთან და საოცარი რამ არის ეს რომ აი სიტყვა ღვთისშვილობა ადამიანი საკუთარ თავში ატარებს აი ამ ძვირფას განცდას, რომ ის ღვთის შვილია და არ მარტო გვატარებთ, მოგცა მაცხოვრმა ამის რეალური განცდა და მოგცა საოცარი ლოცვა მამაუჩვენო, რომ ჩვენ ზეციერ მამას ყველა ლოცვაში ვეძახით მამას. ეხლა უბრალოდ რომ გავიაზრებთ ამას, რომ აი ამ სამყაროს შემოქმედ ღმერთს ჩვენ ვეძახით მამას.
და ეხლა მამასთან ჩვენი ვისაც ნორმალური ურთიერთობა ქონია და გვაქვს მშობელთან ვიცით რომ როგორი ძლიერი საყდენია თქვა მშობლის გარშემო ცხოვრება, როდესაც როგორი თქვა უზრუნველი ხარ მასთან, მე ჯანსაღ ურთიერთობას საუბრობ და როგორი თქვა იცი რომ რაც არ უნდა გაგიჭირდეს მშობელი გოზრუნს არასდროს არ გაქცევს, ხო? და მით უმეტეს აი ღმერთი და საოცარი სიტყვები აქვს მე მარტო მოტანილ მაცხოვს რომ როდესაც ლოცვაზე მიდგება რომ რომელი თქვენგანი არის რომ შვილი მამას პულს ხოვდეს და ქვამისესო ან თქვა თევზს ხოვდეს და გველი მისესო და თუ თქვენ უკეთურება იცით რომ კარგი მისაცემი უნდა მისცეთ საკუთარ შვილს მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა რამდენად უფრო მეტად კეთილს აძლევს. ანუ ესე იგი ეს ღვთისაგან განდგომილების ტკივილი აღმოფხვრა მაცხოვრმა, მაგრამ საოცარი ეს არის რომ რატო გახდა საჭირო ამ ხელა მსხვერპლი? აი რატო იყო აუცილებელი? იმიტომ რომ ხო შეიძლება თქვა ღმერთ სიტყვაზე ერთი სიტყვით ეთქვა, რომ თქვა ადამიანი თქვა კვლავ განიკურნა. ადამიანი თქვა, აი მოდი კვლავ 64-ში დაბრუნდეს ადამიანი. მაგრამ თუ შინაგანი ძირეული გარდაქმნა არ მოხდებოდა ადამიანისა, მაშინ ფიზიკურად შეუძლებელი გახდებოდა. აი წარმოდეთ თქვა ადამიანი ბოროტ მოქმედი ადამიანი თქვა ბოროტი აზროვნების, ბოროტი თქვა ფიქრების მქონე ადამიანი თქვა კეთილი ადამიანების წრეში რომ ჩასვა. ფიზიკურად ვერ გასდევს მას, იმიტომ რომ ის მისი გონება მიდრეკილი არის ცუდის კეთებისაკენ და ფიზიკურად არ შეუძლია მას რომ კეთილის მქონე ადამიანებში, ისე როგორ თქვა უწესწესიერი ადამიანი თქვა უწესო ადამიანებში ვერ გასდევს, ხო? და აი ადამიანის თუ შინაგანი გარდაქმნა არ მოხდებოდა, ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა კვლავ 64-ში დაბრუნება. ესე წერია დაბადების წიგნში რომ როდესაც ადამი უკვე საკუთარ მოდგმას ამრავლებს ადამიანის შვილები იქნებიან მის ხატად დამსგავსად. ანუ დაცემული უკვე ყველა მოდგმაში უკვე ადამიანის დაცემულება მოდის და საჭირო გახდა ახალი ფესვის გამოჩენა, რომელზეც ადამიანი დაიმყნობოდა, რომ აი ამ ფესვიდან საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი თქვა ეს საზრდო მიეღო. ეს ფესვი არის ჩვენის ქრისტე. თუ კი ადამიანის მოდგმა, ცოდვის მქმნელი ადამიანები ამრავლა, აი ახალი ადამი მოდის ქრისტე, რომელზეც ვარ ჩვენ დაყრდნობილი და ქრისტიანები, ანუ ქრისტეს მოდგმისანი ვართ. თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩნდება ხოლმე მამა ირაკლი კითხვა, რომ ხომ შეძლო უფალს ისედაც რომ თუნდაც იგივე ერთი სიტყვით ყველაფერი დაელაგებინა ისე როგორც საჭირო იყო და არა ის რომ თვითონ შეეწირა თავი ჩვენთვის, რატომ მოხდა ასე ხშირად ის? ხო, აი ნახეთ ამ სიტყვასაც ამაზეც გავუცეთ პასუხი რომ ჯერ ესე იგი თქვა ცნეულ ადამიანს რომ ისე ცნობა რომ ჯანმრთელი არის ის მისი ეს ცნობა ფურცელი რომ თქვა ის კარგად არის ხო ის არაფერს არ შეცვლის ან თქვა უბრალოდ ადამიანს რომელსაც გააჩენია მაგალითად ჯვარი გვეწროს ყოველას თქვა კუჭის სიმსივნე სიტყვაზე და ეს კუჭის სიმსივნე ადამიანის კუჭის არეში ტკივილებს იწვევს სიტყვაზე და ეგ მოდის ვიღაცა ვინც მე მაწვევს ამ გამაყუჩებელს და თქვა ტკივილი აღარ მაწუხებს მაგრამ ის შინაგანი დაავადება კვლავ პროგრესირებს ესე იგი მარტო ესეთი გარეგნულად რაღაცის შეცვლა ფიზიკურად შეუძლებელი ზედაპირული შეუძლებელი იქნებოდა საჭირო იყო ეს ესე იგი გარდაქმნა. ბევრი რაღაცა არის, წეგრალობით გითხარით, ანუ მაცხოვარი როგორც ცხვარი დასაკვლად მიყვანილი და საოცარ რაღაცას ამბობს გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ ვის მიმართ შეიწირა ეს მსხვერპლი. ბოროტის მიმართ და ეს როგორი დამამცირებელი არის, თქვა ავაზაკისათვის ღმერთს თავის ჩაიგდო სიტყვას, ხო? ან ღმერთისათვის შეიწირა ეს მსხვერპლი და ღმერთს რაში ჭირდებოდა ეს მსხვერპლი, როდესაც აბრაამს ეუბნება, რომ ნუ შემომწირავ შენს შვილს და აგერ ცხვარი და ეს ცხვარი შემომწირე. მაგრამ აი საოცარი სიტყვა არის იოანე მახარი, როდესაც მაცხოვარი შენ მიდის და თავს მოუდრიქს იოანე ნათლისმცემელს და ნათლისმცემელი ეუბნება, რომ მე მჭირდება შენგან ნათლისმცემელი შენ ჩვენთან მოხდა და საოცარ ფრაზას ამბობს მაცხოვარი, რომ აცადე რადგანაც ესეც შენის აღსრულებად ყოველი სიმართლე. აი ამ სამართლიანობისათვის, ანუ საფრთხო განგება ადამიანთა აღშენებლობისათვის ღმერთი მოდის და მაინც მსხვერპლს წირავთ. ანუ კი ზეციერი მამისადმი არის, მამას არ ჭირდება, მაგრამ ჩვენი ცხოვნებისათვის არის საჭირო ეს მსხვერპლი, რომ მოხდეს ესე იგი გამოსყიდვაც, კურნებაც, შერიგებაც, არის ესეთი სიტყვა ღვთისმეტყველებაში, საფრთხო სამართლიანობის დაკმაყოფილებაც, თუმცა ესოდა ესეთი არის, რომ მაინც ღმერთს წარმოგვიდგეს რაღაცა მოძალადე მამად, მაგრამ
არსებობს ეს ტერმინიც, რომ საღვთო სამართლიანობა, ანუ ღმერთმა გამოსცა ბრძანება, ამ ბრძანებას ადამიანი გადავიდა და საჭირო გახდა, რომ ღმერთიც ესე იგი, მაგალითად მეფემ გამოსცა ბრძანება, რომ ვინც ამ სამეფოში ესე იგი რაღაცას დააშავებს, თქვა იქურდებს ორივე თვალს ამოუთხრის სიტუაციას. ბრძანება გამოცემულია და ამ დროს მოდის მასთან და ეუბნებიან, რომ საკუთარმა შვილმა დააშავა ეს შენი ეს ბრძანება. ანუ შენგან გაცემული ეს კანონი და ეხა სამართლიანობა მოითხოვს, რომ უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ მეფე თუ ვინმეს მიმართ უსამართლო არის, მაშინ თელ სამეფოში უსამართლობა გავრცელდება, ხო? საკუთარ შვილს თუ რაღაცა აპატია. და ამიტომ თან მეორე მომენტი გულმოწყალება, რომ რას ქვია, ახლა შვილს თვალი დავთავრო და ამიტომ ეს საღვთო სამართლიანობაც რო დაკმაყოფილდესო, სამეფო სამართლიანობა ერთი ქადაგებელი ამას მეფე ესე გადაწყვეტილებას მიიღებსო, რომ მოდი ერთ თვალს მე ამოვიღებ, რომ ერთ თვალს ჩემ შვილს ამოვიღებ, რომ ამით საღვთო სამართლიანობა დაკმაყოფილდეს. ანუ ამას აკეთებს ღმერთი, რომ აი ამ პრობლემის მოსაგვარებლად თვითონ მოდის. კიდე კარგად რომ გააზრებინოს ერთი ქადაგებელი ამასაც ამბობს, რომ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი რო იცოდეს რა ფასი არის მის გამოსყიდვაში გადახდილია, რომ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი სადღაც ავტოკატასტროფაში მოხვდა და დამტვრეული არის და ესე იგი შეყავთ საავადმყოფოში და პირველ რასაც უკეთებენ, მას ეს თქვა და ძვლების ტრავმატოლოგი ამ ძვლების პრობლემას მოაგვარებს, თქვა ჩაუსვამს, ყველაფერს გაასწორებს და ამ დროს აღმოჩნდება, რომ ადამიანს თქვა თირკმელი აქვს დაზიანებული, ორივე თირკმელი და სასიკვდილოდ არის გადადებული და არჩანს. და ექიმი თავის სიყვარულიდან გამომდინარე გადაწყვეტს, მოდი ჩემ თირკმელს გადაუნერგავ ამ ადამიანს. და გამოფხიზდებული ადამიანი რო ფიქრობდეს, რომ მე მაგარია ეს იგი ტრავმები მალე მოშუშტება და ამ დროს მან არის ის თქო, რომ ექიმის თირკმელი აქვს სიტუაციაზე მასში გადანერგილი. ეკლესიის მამე ცდილობდა, რომ რაღაცნაირად ეს ფენომენი თქვა და გამოსყიდვისა ყოველთვის აი ზედმიწევნით გაიაზრებინა და გადაეცა თავისი მსმენელისათვის, იმიტომ რომ ფასი ყოველთვის უნდა იცოდეს ქრისტიანმა, თქვა რა ფასი არის მასში გადახდილი. მოკლედ და ეს როგორც ცხარი, რომელიც დასაკვირვებლად არის მიყვანილი, ეს არის ერთგვარი გამომსყიდველი მსხვერპლი ღმერთის წინაშე და აი მაცხოვრის ეს სახე, რომელიც თავიდან ფეხებამდე არის იარები დაფარული, ეს არის კაცობრიობის დამოკიდებულება ღმერთისადმი, ამ მისი სიყვარულისადმი, რომ ადამიანი თქვათ ღმერთს სიკეთეს არასდროს არ უსურვებდა, რა თქმა უნდა ბოროტება მორეული ადამიანი. მაგრამ როდესაც ადამიანს უკვე ახსოვს, რომ აი ეს სახე, რომ თავიდან ფეხებამდე ის ჩემი გულისთვის არის და ის დიდ მარხვის პერიოდში ხშირად ურჩევთ ხოლმე ჩვენს მრევლს, რომ იქნება აი საოცარი დოკუმენტური ფილმი არსებობს ტურინის სუდარასთან დაკავშირებით. აი ეს არის რომელსაც მეხუთე სახარებასაც ეძახიან, სადაც მაცხოვრის აი მთელი დიარები არის აღბეჭდილი აი ამ სუდარაზე. ხშირად ურჩევთ ხოლმე, რომ აი ამას უყურონ ადამიანებმა, რომ აი გონებაში გქონდეს ფასი, რომ რა არის ჩვენში გადახდილი. ეს არის ქრისტეს სისხლის ფასი და როგორც კაცმა, რომ თავიდან ფეხებამდე იარებით დაფარა, რომ ჩვენი ყველანაირი სნეულება განეკურნა. რატომ ეხლა მაგალითად პირველი ეკალი აღმოჩენდა ცოდვის შედეგად, ხო? და წერია, რომ მაცხოვრი ღმერთი ეუბნება, რომ მაშინ როდესაც ადამიანს კურთხევა ჰქონდა მიცემული, რომ ამ სამყაროში მას სიკეთე უნდა ემრავლებინა და 60 ცველად უნდა ყოფილიყო, დაცემის შედეგად პირველი ეკალი და ეუბნება ღმერთი, რომ კუროსა და ეკალს აღმოგიცენოს შენ დედამიწა. შენ ოფლი დაამუშავებ ამ მიწას, მაგრამ ის კუროსა და ეკალს აღმოგიცენოს და აი ეს გვირგვინი ეკლიანი გვირგვინი, რომელიც მაცხოვარს თავზე დაადგეს, ეს იყო ერთგვარი ადამიანის ცოდვის მემკვიდრეობა, რომ აი როგორც ცოდვა ეკალი იყო შედეგი ადამიანის ცოდვისა, მაცხოვარი აი ამ ეკალს საკუთარ თავზე იდგამს და ცდილობს, რომ აი ყველა ნებისმიერი მისი ორგანო დაფარულია სნეულებით, ყველა ჩვენი თავიც, ფეხებიც, ხელებიც განკურნოს ცოდვის მიდრეკილებისაგან.
თავი როგორც აზროვნება, ხელები როგორც საქმე და ფეხები როგორც სიკეთისა თუ ბოროტებისადმი მორბენარი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისა და ჩვენთან მობრძანებისთვის მამა ირაკლი დაგემშვიდობთ. ძალიან რომ სხვა დროსაც მოწრობილ უფრო უკეთესად გავცელებენ ამ თემას. ძალიან დიდი ვრცელი სასაუბრო თემაა ნამდვილად. დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა. დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათია აღვალინო თუფლისადებელი ლოცვა და დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისა და დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აგთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია
ალილუია, ალილუია, დიდება შენ და ღმერთო, ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხით დაგიბრუნდით დედმამიშვილებს შორის ურთიერთობის შესახებ უნდა ვისაუბროთ ახლა ფსიქოლოგთან ერთად. შემოგვიერთდა ფსიქოლოგი ქალბატონი ბარბარე ჭკუასელი. დილამშვიდობის ბარბარე, მადლობა მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. დილამშვიდობისა. როგორც ყოველთვის საინტერესოა თქვენი მოსმენა და თქვენი რჩევები და რა თქმა უნდა ეს არის ის თემა, რომელიც უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ჭრილში, როგორც მშობლის როლი, როგორც უფროსი დედმამიშვილის როლი და ასევე თავად ყველაზე პატარა ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა. და თქვენ ამის საუკეთესო მაგალითი ხართ სამშვილის დედამბრძანდებით და შესაბამისად თქვენ ზუსტად მოგცემთ იმ რჩევებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოს მშობლებმა. რა არის მთავარი, რაც აუცილებელი არის, რომ შვილებს შორის არ მოხდეს დაძაბულობა, ვთქვათ, ეს ეჭვიანობის მომენტი, რომელიც ყოველ მომდევნო შვილის დაბადებას ახლავს ხოლმე. თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც არ ეჭვიანობენ, პირიქით სიხარულით ელოდებიან ახალი ოჯახის წევრის შემომატებას, მაგრამ გვაქვს შემთხვევები, როდესაც არის ეჭვიანობის ფონი ხოლმე. აი, რა არის მშობლის მთავარი საზრუნავი ამ დროს და როგორ უნდა მოიქცეს? რა რჩევას მისცემთ მშობელს? მადლობა მკითხვისთვის. უბრალოდ მგონია, რომ ჩვენ როგორც არ უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხზე, ის რომ არის ეჭვიანობის ფაქტი, ეს ძალიან ბუნებრივია. ამაზე ბუნებრივი არაფერი არ არის და რატომ? ნახეთ, აი წარმოედგინეთ, რომ თქვენ ხართ შვილი, ხართ ერთადერთი ამ ოჯახში, მთელი ყურადღება თქვენია, მთელი სიყვარული თქვენია და უცებ აღმოჩნდება, რომ ელოდებიან ოჯახის ახალ წევრს, რომელიც ავტომატურად არის თქვენი კონკურენტი რა თვალსაზრისით. მასაც სჭირდება ის ყურადღება, მასაც სჭირდება ის სითბო, სიყვარული და ნიშნავს იმას, რომ მე უნდა გავიყო ამ ადამიანთან, რომელიც არ ვიცი ვინ არის საერთოდ, არ ვიცი მეყვარება თუ არა, რაღაც მშობლებს უფრო მეტი წარმოდგენა აქვთ დაახლოებით ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ნაკლებად, იმიტომ რომ მე ვარ რაღაცა სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი და ჩემი ირგვლივ ბრუნავს დედამიწა. აი ამ კონტექსტში თუ შევხედავთ, მიხვდებით, რომ წარმოუდგენელია, რომ ბავშვს არ ქონდეს აი ეს კონკურენციის განცდა, თუმცა როგორ დავეხმარებით ამ კონკურენციის განცდასთან გამკლავებაში, ეს უკვე არის მშობლებზე დამოკიდებული ჩვენი პრეროგატივა, ასე ვთქვათ, რომ როდის იქნება ის მომენტი, როცა რაღაც დონეზე დარჩება ეს განცდა, თუმცა შემოვა სიყვარული, შემოვა თანადგომა, რაღაცა ესეთი თბილი განცდები შემოვა ჩვენში. აი ამაში შეუძლია რომ მშობელმა რაღაცა ძალიან დიდი როლი ითამაშოს და სწორი მიდგომით იმით, რომ მაგალითად ამ კონკურენციის განცდას გაგებით მოეკიდოს და მხარი უჭიროს და არა რომ მუდმივ წინააღმდეგობაში იყოს ამ განცდასთან, რომ აი დავუშვათ რატომ გრძნობს ესე, რატომ საერთოდ არ არის სწორი კითხვა, მას ძალიან ხშირად ვაშხერებ ხოლმე რა. ზოგადად როგორ არის პროცესზე ორიენტირებული კითხვა, რომელიც მეხმარება, რომ დავინახო ჩემი თუ მე მშობელი ვარ, მშობლის როლი ამ ყველაფერში და თუ მე შვილი ვარ, ჩემი როლი როგორც შვილის ამ ყველაფერში, ასე რომ
ისევ და ისევ ის წერტილი რომ არ დავკარგოთ, კონკურენციის განცდა, ის რომ ახალი წევრი იბოდება, აი ამ პროცესს როგორ გაუმკლავდება მშობელი თავისი როლიდან და როგორ დავეხმარებით შულს აი ამ როლთან გამკლავებაში. დაიბადება, მანამდე უნდა მოხდეს შემზადება, ხომ თავისთავად და ის ნიადაგი უნდა იყოს შექმნილი საიმისოდ, რომ სწორი ემოციები გაუჩნდეს. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ თეორიულ რაკურსში, არამედ პრაქტიკულ დონეზეც უნდა მოხდეს შემზადება, ხო? მაგალითად, სად იქნება განთავსებული ახალი წევრის ლოგინი, სად გადაინაცვლებს ან არ გადაინაცვლებს უკვე არსებული ბავშვის ლოგინი, იმიტომ რომ ყველაზე დიდი შეცდომა არის, რომ დავუშვათ ბავშვს ავტომატურად ვუნაცვლებთ ადგილს, ტექნიკურად თუ რაღაცა მხოლოდ ემოციურად, იმისთვის რომ ახალი წევრი შემოვიდეს და რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ბავშვი თავის ადგილას დარჩეს და ახალი წევრი შემოვიდეს აი ამ მოცემულობასთან. შეიძლება ვერ დარჩეს ახლა ვთქვათ მან თუნდაც სივიწროვიდან გამომდინარე ხა ყველას არ აქვს შეიძლება საშუალება იმის რომ თითო ბავშვს სათითაო ოთახი ჰქონდეს და ასე შემდგომ და განათავსოს სხვა ოთახში. აი მაგრამ ნუ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე უწევს რომ ერთი შვილი კი რომელიც უფრო მეტ მზრუნველობას მოითხოვს თავისთავად ის დატოვოს იმ ოთახში და მეორე ძალოვნებურად გიწევს რომ სხვა ოთახში გადაანაცვლოს. რა თქმა უნდა თუმცა ჩემ შემთხვევაში ძალიან მარტივი იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა ჩემ შვილს და დიდი სიყვარული თელოდა ერთი სული ჰქონდა, როდის გაჩნდებოდა და ალბათ ვფიქრობ, რომ თავიდანვე სწორად მივეცი ალბათ გზა ამ ყველაფერს, რომ ეს დადებითი ემოციები უფრო მეტი ყოფილიყო თავისთავად. აი თუ მაგალითად წმინდათ ესეთი ტექნიკური საკითხი ხომ, რომელ ოთახში ვინ არის განთავსებული, თუ საჭირო არის რომ ბავშვი რომელსაც ეხა უწევს სხვა ოთახში გადასვლა იმის გამო რომ პატარა იბადება. ამას მივცეთ ცოტა სხვა ფორმა. მაგალითად არ დავამთხივოთ იმ მომენტს, როცა ბავშვი მოდის ახალდაბადებული ჩვილი მოყავს ოჯახში და მაშინ გადაყავს. ანუ ეს 9 თვე ჩვენ იმისთვის გვაქვს მოსამზადებლად, რომ ყველა ტექნიკური თუ არატექნიკური საკითხი გავითვალისწინოთ, რომ ბავშვმა არ იგრძნოს თავი გარიყულად, ხომ? მნიშვნელოვანია, რომ თუ ის გადადის ცალკე ოთახში, ეს მოხდეს წინსწრებით მანამდე, კონდეს სხვა დატვირთვა, კონდეს რაღაცა მისი დამოუკიდებლობისკენ სწაფის დატვირთვა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ამას როგორ ფორმას მივცემთ, სულ ამას აქვს მნიშვნელობა. და არა რომ ტექნიკურად შეიძლება რომ მშობლის აძინებელში ერთი ბავშვის ადგილი იყოს. უფრო ვლაპარაკობ, რომ ჩვენ განცდაში რამდენად მშვიდად ვართ, რამდენად მშვიდად ვაწვდით როგორი მხარდამჭერები ვართ, როგორ ვახურ, აი თანმიმდევრულები როგორ ვართ, ამას აქვს მნიშვნელობა, თორემ მაგაში გეთანხმებით, რა თქმა უნდა, რომ რამდენი ბავშვი თქავს, ყველა მშობელთან ოთახში ვერ განთავსდება. წმინდა ტექნიკური საკითხია ეგ. აი უმცროსი დედმამიშვილის შემთხვევა თუ შეგვიძლია რომ განვიხილოთ, ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივია იცვლება, ხომ? დამოკიდებულება დედმამიშვილთან, ზოგადად ოჯახის წევრთან. უმცროსი დედმამიშვილის დამოკიდებულება როგორი არის ხოლმე, აი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როგორც განვიხილეთ, უფროსის შემთხვევა ხომ შეიძლება ეგოისტობდეს. უმცროს რა დამოკიდებულება შეიძლება გააჩნდეს წლების მატებასთან ერთად დედმამიშვილის მიმართ. თქვენ ეხლა მეკითხებით, რომ ყველაზე უმცროსი შვილის პოზიციიდან როგორი არის დანახული ოჯახი? როგორც წესი ყველაზე მეტად ესე ვთქვათ, სიყვარულით სავსე არის პატარა წევრი ოჯახის წევრებისგან ხოლმე. განებივრებულია, რა თქმა უნდა და ამასაც აქვს მნიშვნელობა. ზოგადად ხშირად ხომ შევლობთ ხოლმე, რომ რიგითობით რომელი არის ბავშვი ოჯახში და ესე მარტივი თეორიით ითვლება, რომ ყველაზე პირველი არის უფრო მეტი პასუხისმგებლობით სავსე, იმიტომ რომ მას მივეცით ჩვენ მშობლებმა ეს პასუხისმგებლობა და მივანიჭეთ. მეორე არის შედარებით რაღაც მსუბუქ მდგომარეობაში, თუმცა ესეც არის თეორიულად, რომ აი ნაკლები ყურადღება აქვს მას. იმაზეც კი მსჯელობდნენ, რომ აი მაგალითად ფოტოსურათები ვისი უფრო მეტი არის პირველი ბავშვის თუ მეორე ბავშვის, ხო? და რიგითობის შემდგომ უკვე შედარებით მცირეწლოვანი ბავშვები ხოლმე, რა თქმა უნდა, რაღაცა მეტი ყურადღების ცენტრში არიან, იმიტომ რომ შედარებით უფრო სხვა ასაკში ჩნდებიან, იმიტომ რომ მათ უკვე ყავთ უფროსი დედმამიშვილები, რომლებისთვისაც ზოგჯერ სათამაშონი არიან, ზოგჯერ რაღაცა საზრუნი ელემენტები, ხო, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წმინდათ აი ეს თეორია გქონდეს გააზრებული გონებაში, რომ როგორც წესი, რომ პირველები იღებენ ამ პასუხისმგებლობას და უფრო მეტად პერფექციონისტები არიან, ხომ? აი ამაზე ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ, რომ როგორ გავანაწილოთ ეს ყველაფერი. იდეალურად არ გამოგვივა ეს გამორიცხული ამბავია, თუმცა ჩვენი მაქსიმუმი შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ანუ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვიზრუნოთ იმაზე, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთზე არ განაწილდეს, არამედ
მათ ასაკთან შესაბამისობაში პასუხისგებლობა იყოს მხოლოდ მათთვის მინიჭებული, არა იმაზე მეტი ან ნაკლები. ხომ? მაგალითად, რიგითობით არ გამოვყვეთ ბავშვები და ყურადღება სჭირდება ყველა მათგანს. ჩვენ ერთნი ვართ მშობლები და როგორღაც ისიც რომ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი რესურსით ამოწურვადია და ამის ფარგლებში ალბათ ისიც გასათვალისწინებელია ბარბარე და აუცილებლად ყურადღებათ მისაქცევი ის რომ გარდა იმისა რომ უფროს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გადავცემთ ხოლმე ასე ვთქვათ ხო ასევე ის ფაქტი რომ თითქოს რახან პატარა არის მას აუცილებლად უნდა დაუთმოს ან სათამაშო ან წიგნი იქნება ეს თუ სხვა რასაც მოითხოვს ან ნებისმიერი კაპრიზის შესრულება და ასე შემდგომ დაუთმე პატარა მე რა აი ეს რა როლს თამაშობს ბავშვების აღზრდაში ეს უფრო ეგოისტურს ხო არ ხდის პატარას ასეთ შემთხვევაში და უფროსი პირიქით იჩაგრება მისი ინტერესები იზღუდება მისი თავისუფლება თუმცა თანაგანცდაც აუცილებელია რომ ჩამოუყალიბდეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ეს იმიტომ რომ ეს ორივე მხრიდან შეგვიძლია რომ განვიხილოთ ნახეთ პატარას პოზიციიდან რომელსაც ჯერ არ აქვს აღქმული ის რომ დაუშვათ მის გარდა სხვა პატარა ბავშვებიც არსებობენ სამყაროში დაუშვათ როგორ შეიძლება რომ გავაზიაროთ ეს ასაკობრივად ძალიან ბუნებრივია ხომ და წარმოიდგინეთ რომ ამ დროს უფროსი რომელმაც ყველაფერი უნდა მისცეს იმიტომ რომ პატარა არის ეს პატერნი როგორც წესი აი ამ ბავშვების ცხოვრებაში ძალიან ხშირად რჩება და გენერალიზდება არა მხოლოდ თავისი დედმამიშვილის მიმართ, სიბლინგის მიმართ, არამედ ზოგადად სამყაროშიც გენერალიზდება ხოლმე, რომ მუდმივად ყველაფერი უნდა დაუთმოს რაღაც რიგი მიზეზების გამო. ამიტომ ამასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, პატარა შემთხვევაში არის რაღაც ასაკი, რომლამდეც ის ვერაცნობიერებს საერთოდ ნივთი მისია, საზღვარი სად არის და ეს ძალიან ბუნებრივი, ამას ვერ შევცვლით, მაგრამ დროთა განმავლობაში უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ გაიმიჯნოს დაუშვათ და იკითხოს ბავშვმა, როცა ამას უკვე მეტყველების უნარი აქვს ბავშვს, შეუძლია რომ იკითხოს, რომ შეიძლება რომ აიღოს სხვისი ნივთი. მიუხედავად იმისა, რომ დედმამიშვილია, მაინც რაღაც საზღვარი უნდა არსებობდეს მათ შორის და ამაში ჩვენ დავეხმარებით დროთა განმავლობაში. მაგალითად, მე ახლა ამ წუთას წარმომიდგა თვალწინ ჩემი პატარა მესამე, რომელიც ძალიან პატარაა და რატომღაც გონია, რომ ყველაფერი რაც სახშია მისია. და ამას ვაკვირდები არა მხოლოდ სახში, არამედ სხვა სივრცეებშიც. ანუ მას ძალიან უჭირს ჯერჯერობით იმის აღქმა, რომ რაიმე საინტერესო ნივთი შეიძლება სხვისი იყოს საერთოდაც. ასე რომ ამაზე მნიშვნელოვანია ძალიან მუშაობა, თუმცა ასაკიც უნდა უწყობდეს ბავშვს ამაში ხელს. მაგალითად, ის ასაკი, როცა ბავშვი უკვე ბაღის სივრცეში შესაძლებელია რომ გავუშვათ, აი იქ უკვე ნელ-ნელა მუშავდება ეს უნარჩვევები და რა თქმა უნდა, პატარ-პატარა დოზით უნდა იყოს სახლიდან უკვე მიწოდებული, რომ მის გარდა კიდევ სხვა ბავშვებიც არსებობენ. აი ბარბარე, დედმამიშვილების ცხოვრებას ბუნებრივია თან ახლავს წენა, ბრაზი, ჩხუბი ერთმანეთს შორის. აი რა ეს რამდენად შესაძლებელია რომ ზრდასრულ ასაკში უფრო სერიოზულ ჩხუბამდე მივიდეს აი გულისხმობა აი რაღაც ფსიქოლოგიურ მომენტებს, ოდესაც ბავშვობაში რაღაც სათამაშო ვერ გაიყვეს და შესაძლებელია თუ არა ეს უკვე ზრდასრულობაში რაღაც სერიოზული კონფლიქტის რაღაც გამომხატველი იყოს, გამოწვევი. ეს ახლა ალბათ უფრო ინდივიდუალური საკითხია, ვიდრე შეგვიძლია რომ ამას თეორიულად ვიმსჯელოთ უბრალოდ. ნახეთ, მშობელი რომელიც არ აცდის ბავშვებს რომ კონფლიქტი მოაგვარონ თვითონ და მუდმივად თვითონ ერევა ამ ამბავში, ხო? რაღაცნაირად მაინც ღია გეშტალტი რჩება ალბათ და სადღაც შეიძლება რომ თეორიულად რომ ვიმსჯელოთ განვითარდეს ეს და ვერასდროს ვერ დასრულდეს, ხო? ამიტომაც მნიშვნელოვანია ძალიან რომ დედმამიშვილებს სიბლინგებს მივცეთ თვითონ პრობლემის მოგვარების საშუალება და მაქსიმუმ მცირედი ჩართულობა, რაც კი შეიძლება რომ მცირედი ჩართულობა იყოს ჩვენი მხრიდან, უბრალოდ რომ ისინი არ დაზიანდნენ და მათი რაღაცა ესეთი საკითხები უცნობოთ, ხოთ ამ დოზით იყოს და არა რომ მათ მოვუგვაროთ და მუდმივად ჩვენზე იყოს ეს საკითხი, რომ ესე გაგრძელდება ყოველთვის სხვის დახმარებას მოითხოვენ. დიახ, და ის რომ თქვათ მშობლების მხრიდან არ მოხდეს შვილების გამორჩევა და რომელიმეზე უფრო მეტი ყურადღების გადატანა და ასე შემდეგ. ფაქტობრივად დასასრულს მივახლო და ჩვენი შეხვედრა ბარბარე და ასე ვთქვათ, რჩევა რომ მივცეთ მშობლებს როგორი უნდა, რა თქმა უნდა შვილებსაც, უფრო შვილებსაც, როგორ უნდა მოხდეს ოჯახში ახალი წევრის მიღება.
ოჯახში ახალი წევრის შემოსვლამდე მნიშვნელოვანია რომ მთელი ოჯახი მოემზადოს ამ ფაქტისთვის მშობლებით დაწყებული უკვე არსებული შვილებით. ასევე ორი სიტყვით შევეხებოდი ბოლოს დასმულ კითხვას აი ეს კონფლიქტური საკითხებთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია ძალიან რომ ბავშვებს მივცეთ ერთმანეთთან მოთათბირების და შეთანხმების უფლება. მშობლებმა ეს იქნება უფროსი, საშუალო, რაღაც პატარა წევრი თუ რამდენი წევრი ყავს ოჯახში. ასე რომ მინდა მშობლებს რაღაცა ისეთი ძალიან დიდი სიმშვიდე და სიყვარული შევთავაზო და უთხრა რომ ეს ყველაზე კარგი მეთოდია ბავშვებთან ურთიერთობისთვის. მხარდაჭერა და სიყვარული. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ფსიქოლოგი ბარბარე ჯგუასელი. საფოსტო მომსახურების ორსაუკუნოვანი ისტორია. საქართველოს ფოსტამ საფოსტო საქმიანობის წარსულისა და თანამედროვეობის ამსახველი ციფრული ინსტალაციის წარდგინება გამართა. თუ როგორ დაიწყო საფოსტო გზავნილების ისტორია საქართველოში უფრო მეც, ნინი გელაშვილის სიუჟეტიდან მოგიყვებით. ნახოთ სიუჟეტი. გამარჯობა, ნუკი. ზუსტად მოხვედი. ეთილი. აბა, პატარა ქალბატონო. გზად ხარ შრომისა და თავდადებისთვის. დიდად მოლაპარაკებინე არ ხარ, ხო? კარგი. დავიწყოთ ჩვენი დღე. საქართველოში ფოსტის არსებობას ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს. თავდაპირველად ცნობების სწრაფად გადაცემა შიკრიკთა და მანევსბოლთა მეშვეობით ხდებოდა. 1804 წელს კი საქართველოში პირველად საფოსტო მიმოსვლა ამოქმედდა. ჯერ კიდევ ქართველი საზოგადო მოღვაწე იოანე ბატონიშვილი მიიჩნევდა, რომ ფოსტის სადგურების მოწყობა ფრიად სასარგებლო იქნებოდა ხალხისათვის და შემოსავალს მისცემდა ხაზინას. სწორედ ამიტომ იგი მოითხოვდა საფოსტო დაწესებულებების შექმნას. საქართველოს ფოსტამ ეს ორსაუკუნოვანი ისტორია შეაჯამა და საფოსტო მომსახურების წარსულისა და თანამედროვეობის ციფრული ინსტალაცია წარმოადგინა. თბილისის ციფრულ სივრცეში წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნული არქივიდან მოპოვებული საფოსტო საქმიანობის ამსახველი ისტორიული წერილები და უნიკალური ფოტო-ვიდეო მასალა. აგრეთვე ინსტალაციაში აღბეჭდილი იყო ფოსტის ფონდში დაცული საკოლექციო ნიმუშები. საქართველოს ფოსტას გააჩნია ორსაუკუნოვანი ისტორია, მეტიც 1805 წლიდან საფოსტო განყოფილება ფუნქციონირებდა საქართველოში. საქართველოს ფოსტა ეკუთვნის ყველა საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს ფოსტის თანამშრომლები ყოველდღიურად ზრუნავენ მათთვის. ამ შემთხვევაში საქართველოს ფოსტის მიერ წარმოდგენილი იქნა დღეს ციფრულ მუზეუმში ის ვიდეო რგოლი, რომელიც დავამზადეთ სპეციალურად შერჩეული არქივში მოპოვებული უნიკალური მასალისგან, რომელიც ასოცირებულია საქართველოს ფოსტასთან და საფოსტო საქმიანობასთან. ვფიქრობ, რომ ეს ნამუშევარი ისტორიას დარჩება, ფოსტის ისტორიას დარჩება და დღეს მოწვეული სტუმრები, პარტნიორები და კოლეგების დიდი მოწონება დაიმსახურა. საქართველოს ფოსტა მასპინძლობს ორსაუკუნოვანი ისტორიის ინსტალაციას, რომელიც წარმოდგენილი არის თბილისის ციფრულ მუზეუმში. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროექტზე მუშაობდით 9 წლის განმავლობაში. საქართველოს ეროვნული არქივიდან ამოვიღეთ ორსაუკუნოვანი მასალა. ძალიან დიდი მადლობა მათ ხარისხიანი თანამშრომლობისთვის და დღევანდელი ღონისძიება არის დასკვნითი სცენა იმისა, რაც შეიკრა. აღსანიშნავია, რომ პირველი ფოსტის გადაზიდვასთან დაკავშირებულია ქართული ურმის სახელი და ის ერთ-ერთია მუზეუმში გამოფენილ ფოსტის გადაზიდვის უძველეს საშუალებებს შორის. ქართული ურემით ფოსტის გადაზიდვის ამსახველ ფოტოსურათებს ბერლინის საფოსტო მუზეუმში შევხვდებით. გაქვს მთავარი რამ. ანუ მთავარი რამ დახატული გულია? ეგრეთ შეიძლება ითქვას. ჩემ ხელა რომ გახდები, გაიგებ. რამდენის? ასე ალბათ 216-ის.
ძალიან საინტერესო თბილი სიუჟეტი იყო, დიდი მადლობა ჩვენს ჟურნალისტ ვაგრძელებთ გადაცემას. შემოგვიერთდა ფონდ პარტნიორობა საგზაო საფრთხეებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია. გეტყვით, რომ მაროკოში საგზაო საფრთხეების მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც ჩვენი სტუმარი მონაწილეობდა საგზაო საფრთხეების აქტუალურ საკითხებსა და საგზაო ფატალური შემთხვევების შემცირების შესახებ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. თილამშვიდობისა ირაკლი. თილამშვიდობისა. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. როგორც უთხარით მაყურებელს, მაროკოში გაიმართა მეოთხე გლობალური მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეთ. კონკრეტულად რას მოიცავდა ეს შეხვედრა, რას გვაძლევს მსოფლიოს ზოგადად და საქართველოს შემთხვევაშიც ვისაუბრებთ ბუნებრივია კონკრეტულად. მოგეხსენებათ, გაერომ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2010 წელს დაიწყეს მოძრაობა საგზაო საფრთხეების გაუმჯობესებისთვის გლობალურად და ჩატარდა მაშინ პირველი მინისტერიალი, რომელიც მოიცავდა 10 წლიან პერიოდს, ანუ 2010-დან 2020 წლამდე და წესით 50%-ით უნდა შემცირებულიყო გლობალურად საგზაო შემთხვევების რიცხვი. თუმცა 10 წლის განმავლობაში ვერ იქნა ეს მიზნები მიღწეული, მხოლოდ და მხოლოდ 5%-ით შემცირდა 2020 წლამდე და ისიც 30 ქვეყნის ხარჯზე მოხდა ამის შემცირება, ანუ განვითარებული ქვეყნის ხარჯზე და განვითარებად ქვეყნებში ვერ მოხერხდა. შესაბამისად დაიგეგმა მეორე ათწლეული, ეს არის 2021-დან 2030 წლამდე. და ამის შუალედში ჩატარდა მეოთხე მინისტერიალი შუალედური შედეგების გაცნობისთვის. ერთ-ერთი ესე რომ ვთქვათ, ორგანიზატორი თვითონ იყო, რა თქმა უნდა, მაროკოს სამეფო, უშუალოდ მუჰამედ მე-6 მეფე იყო ჩართული ამ საკითხების პატრონაჟში და ჩატარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეგიდით და ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ ჩაატარა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, ხო? გარკვეული წლების უკან საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა და ტრავმატიზმი აღიარებული არის უკვე ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ როგორც ეპიდემია, ოღონდ ეს არის ეპიდემია, რომელიც არის პრევენცირებადი, ანუ თუ ქვეყნები სწორად მართავენ საგზაო საფრთხეების პოლიტიკას, რა თქმა უნდა, კონტროლის შესაძლებელია და შეგვიძლია რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს დანაკარგები და უფრო მეტიც 5-დან 29 წლამდე ახალგაზრდების სოფლიოში პირველი მიზეზი, რითაც გარდაცვალება ხდება, არის საგზაო შემთხვევები. დაავადებით არ ხდება ამ ადამიანების გარდაცვალება. შესაბამისად, ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა ეს მეოთხე გლობალური მინისტერიალი, სადაც მიღებული იქნა მაროკოს დეკლარაცია დაახლოებით 50 ქვეყნის ოფიციალურმა პირმა მოაწერა ხელი, თუმცა ეს მაროკოს დეკლარაცია არის ნებაყოფლობითი, მაგრამ ის გაეროს წევრი ქვეყნები, რომლებიც რეალურად 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს არიან შეერთებული, მათ შორის საქართველოს და კიდევ სხვა ბევრი განვითარებადი ქვეყანა ვალდებულები არიან, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ ამ საკითხების მოგვარებისადმი. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არსებობს საგზაო საფრთხეების კონკრეტული დეპარტამენტები, კონკრეტული სააგენტოები, ამიტომ ამ დეკლარაციის მიხედვით პირდაპირ მოწოდება არის, რომ სახელმწიფოს პოლიტიკური ვალდებულება არის შექმნან ასეთი დეპარტამენტები, ასეთი სააგენტოები და იყოს ეს ძლიერი ორგანოები, რომლებიც წმინდად მარტო იმუშავებენ საგზაო საფრთხეებაზე და არ იქნებიან სხვა საკითხები დაკავებულები. ირაკლი, ამ მინისტერიალში 120 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, ხო? ანუ საინტერესოა, შეიძლება ყველაზე ვერ ვისაუბროთ, მაგრამ ძირითადად უფრო მეტწილად რაზე გამახვილდა ყურადღება, ვთქვათ, გასაგებია, რომ ამ საგზაო საფრთხეებაზე არის თავისთავად საუბარი, რომლის არ დაცვის შემთხვევაში, ან თუნდაც იგივე ინფრასტრუქტურულად არაგამართულ სიტუაციაში საკმაოდ ფატალურად სრულდება ხოლმე საგზაოების შემთხვევები, რაც თავისთავად ძალიან დიდ ტრაგედიას ასახავს. როგორი არის მიდგომა, ვთქვათ, დღევანდელ დღეს, რაზე ისაუბრეს, როგორი არის ის გადაჭრის გზები აი ამ პრობლემისა, როგორ შეიძლება აღმოიფხვრას და რა არის დასახული მიზნად, როგორი გეგმა არის წარმოდგენილი, რომ ეს 2030 წელი, რომელიც თქვენ თქვით, რომელსაც შეჭიდებული არის ყველა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდეს ყველა ის საფეხური, რომ ეს საკითხი საბოლოოდ აღმოიფხვრას. რა არის ამისათვის გასაკეთებელი ჩვენი მხრიდან, ჩვენს ქვეყანაში და შემდგომ უკვე ვისაუბროთ სხვა ქვეყნებზეც. ზოგადად მინისტერიალის გამოწვევებიდან გამომდინარე, იქ რამდენიმე მიმართულება დასახელდა. პირველი არის ინფრასტრუქტურული მიმართულება, სადაც სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ მაქსიმალურად ისეთი გზების დიზაინი შექმნან, უსაფრთხო დიზაინი გზებზე, რომ თუ ხდება საგზაო შემთხვევა ადამიანის დანაშაულით, მისთვის არ იყოს საბედისწერო და სიკვდილიანობა ამ გზამ არ გამოიწვიოს. მეორე უშუალოდ მოწოდება იყო ავტომწარმოებლების მიმართ, რომლებიც ახალ ავტომობილებს უშვებენ, მაქსიმალურად აღჭურვონ ახალი ტექნოლოგიებით, ახალი სენსორებით, რომ საგზაო შემთხვევის დროს მაქსიმალურად იყოს სალონში ადამიანი დასული და მესამე მიმართულება ეს არის უშუალოდ ადამიანის ცნობიერება და ეს არის ძალიან საინტერესო, ვინაიდან სახელმწიფოებს მოუწოდებენ მაქსიმალურად იმუშავონ ადამიანებზე, თავიანთ მოქალაქეებზე, ჩაატარონ საინფორმაციო კამპანიები, შეხვედრები,
ყურადღება გაამახვილონ განათლების სისტემაზე, რომ განათლება იყოს როგორც ბაღში, ასევე სკოლაში, ასევე იგივე ავტოსკოლების მიმართულებით. და ყველაზე პრობლემური რაც რეალურად როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს უდგას, ეს არის სიჩქარის მენეჯმენტი. ეს ერთ-ერთი დიდი პრობლემა დასახელდა გლობალურად, მით უმეტეს განვითარებად ქვეყნებში. და მოუწოდებენ რომ შეიქმნას ისეთი სისტემები სიჩქარის მენეჯმენტი, სადაც მოხდება როგორც გზებზე სიჩქარის კონტროლი, ასევე ავტომობილში სიჩქარის კონტროლი და ზოგადადაც კანონმდებლობის ისეთი ხარვეზების აღმოფხვრაზე იყო საუბარი, რაც იდეაში რამაც უნდა შეამციროს საგზაო შემთხვევების სიჩქარით გამოწვეული და მეხუთე ყველაზე დიდი გამოწვევა რაც დასახელდა, ეს არის ბოლო წლებში ვიცით რომ მორთულიანი ტრანსპორტის მოჭარბება არის როგორც აზიის, ასევე აფრიკის ქვეყნებში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც მათ შორის, ვინაიდან ვიცით რომ მიწოდების სერვისები უკვე იზრდება და უფრო გადადის მიტანის სერვისი, ანუ ეგრეთ წოდებული მოპედების გულისხმობს, შესაბამისად გლობალურად გაიზარდა სიკვდილიანობა ამ კუთხით. ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არის სავალდებულო უსაფრთხოების ჩამხუტები, ჩვენ კიდევ არ რეგისტრირეთ ეს მოპედები და გარკვეულწილად რაღაცნაირად მოვაქციეთ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიაში, თუმცა ძალიან ბევრი ქვეყანა კიდევ არ არის ამ კუთხით ამ სად და არა აქვთ ეს რეგისტრაციები გაკეთებული. შესაბამისად საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მოწოდება არის პირდაპირ დეკლარაციაში, რომ როგორც სახელმწიფომ, ასევე დიდი წვლილი პასუხისმგებლობა მოდის იმ კომპანიებზე, ვისაც ესეთი ადამიანები დასაქმებულები ყავთ. ანუ თუ კომპანიას აქვს მსგავსი სერვისი და იყენებს მძღოლებს გადაადგილებისთვის, შესაბამისად უნდა ჩაუტარდეთ მათ შესაბამისი ცოდნა-განათლების ამამაღლებელი ტრენინგები. ვიცით რომ საქართველოში მოპედის მართვის მოწყობის აღება თეორიული გამოცდის საფუძველზე შეიძლება, ხოლო იქ რაღაც პრაქტიკული უნარჩვევები არ მოითხოვება, რა ძალიან დიდი შეცდომა არის, ვინაიდან ეს ადამიანები როგორც ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, თვითონაც მძღოლის კატეგორიაში გადის, ამიტომ აუცილებელი არის მათ მოუთხოვოთ, ესე რომ ვთქვათ, ტექნიკური დეტალების ცოდნა და ამისთვის თუ მართვის მოწყობის გამოცდების დროს არ არის სავალდებულო მოთხოვნა, აუცილებელი არის კომპანიამ თავის პასუხისმგებლობა ამაღლოს და ამ ადამიანებს შეასწავლოს ტექნიკური დეტალები. ძალიან ბევრ რაღაცაზეა საუბარი, იგივე როცა ადამიანი გადაადგილდება მოკიდებული სპეციალური ყუთით, მოხვევის დროს თუ რა დინამიკა შეიცავს, როგორ ხდება გადაბრუნება, როგორ უნდა მოახდინოს მოსახლეებში შესვლა, ეს არაფერი არ იციან მძღოლებმა და აქედან გამომდინარეა რომ ესე რომ ვთქვათ, გაზრდილია საგზაო შემთხვევები და მეტიც არ იციან ის რომ არ უნდა იარონ იგივე ველოსიპედის ბილიკებზე, იგივე ტროტუარებზე. ბოლო პერიოდში მერიამ გააკეთა გამონაკლისი და საავტობუსო ზოლებში დაუშვა მოპედების გადაადგილება, თუმცა თუ ქალაქში გავალ და დავაკვირდებით, უმეტესობა მაინც საფეხმავლო ტროტუარებზე მოძრაობს და არ დადიან, ესე რომ ვთქვათ, საავტობუსო ზოლებშიც. დიახ. ირაკლი, აი სეზონების მიხედვით თუ არის განსხვავებული და არსებობს თუ არა ზოგადად რეკომენდაციები ზამთარში, რა რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული ზაფხულში, ასე, სვამ კითხვას საქართველოს მარგალიცე, გვახსოვს რამდენიმე კვირის წინ დიდ თოვლობა საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში და საკმაოდ ბევრი პრობლემა გამოიწვია დიდ თოვლობამ. რა რეკომენდაციებია კონკრეტულად ზამთარში, როგორ უნდა გამოიყენოს ავტოტრანსპორტი ადამიანმა თუ არის ამის შესახებ რჩევები? სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ სხვადასხვა მიდგომები, თუმცა ყველაზე მართებული და სწორი მიდგომა არის, როცა მძღოლები ზამთრის პერიოდში აბარებენ მართვის მოწყობას, ანუ იგივე მოყინულ გზებზე და შესაბამის კატეგორიას იღებენ, ვინაიდან ზაფხულისა და ზამთრის წარება აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან და შეიძლება ისეთ უეცრად ისეთ მდგომარეობაში შეიქმნას მძღოლი, რომ დამნელობას კონდეს ადგილი და საგზაო შემთხვევა განვითარდეს. აქედან გამომდინარე კარგია ესეთი მსგავსი მიმართულებები ხორციელდებოდეს, თუმცა ვინაიდან არ არის, მაშინ უკვე ჩვენ იძულებულები ვართ, ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ თავი და ეს თავდაცვა რა არის, ეს რომ ზამთრის პერიოდში აუცილებლად ზამთრის საბურავები უნდა გქონდეს, თუმცა აქაც მნიშვნელოვანი ის არის, რომ ზამთარში თოვლიანი გზა თუ არის და ტალახიანი, ამ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა ეგრეთ წოდებული ფიფკი ახატია, ოღონდ ყველა სეზონის საბურავია, რომელსაც ფიფკის აღნიშნული აქვს, თუმცა ეს არ არის მოყინულ გზაზე გათვლილი, ამიტომ ისეთი ადგილები, სადაც მაგარი ყინვა არის და მკვეთრად მოყინული არის გზის საფარი, ამ შემთხვევაში წმინდად მარტო ზამთრის საბურავი უნდა გამოვიყენო და არა შერეული. მით უმეტეს ჩვენი კანონმდებლობა უშვებს, რომ თუ ფიფკი ახატია შეიძლება გაგიშვას, თუმცა მაინც პირადი უსაფრთხოებისთვის არის და რაც შეეხება ზამთრის ესე რომ ვთქვათ გადაადგილებას, ჩვენ სამწუხაროდ არ აგვაქვს იმის ფუფუნება და ავტოსკოლების ისეთი ტექნიკური მატერიალური ბაზა და მოწყობა, რომ ადამიანმა შეძლოს ანუ ზამთრის
პერიოდის იმიტაციით გაიაროს მართვის ესე რომ ვთქვათ კურსები, ანუ იქნება სპეციალური ხელოვნური საფარი. სხვა ქვეყნებში ხო? სხვა ქვეყნებში არსებობს, საქართველოს არის 1-2 ადგილი, სადაც ჩვენი სპორტსმენები ვარჯიშობენ, თუმცა ამას არ აქვს მასიური ხასიათი, ეს არ არის რეგიონებში, შეიძლება თბილისში ერთი ან ორგანი იყოს მხოლოდ. აქედან გამომდინარე წვდომა არ აქვს მომავალ მძღოლებს და იმ იმიტირებულ გზის საფარზე მოყინულზე ვერ ახორციელებენ ტარიბას და როცა უკვე პირისპირ ასეთი პრობლემის წინაშე ხვდებიან, უკვე დაბნეულობას აქვს ადგილი და რა თქმა უნდა იზრდება საგზაო შემთხვევები, თუმცა ბოლო პერიოდში რაც ქვეყანა მიიღო ზამთრსაბრალობის აუცილებლობის შესახებ და ასევე მაღალმთიან რეგიონში თუ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი მოგთხოვს იმას, რომ მოსწროების საწინააღმდეგო ჯაჭვების კონდეს და ეს აუცილებელი არის, აი მსგავსი მიდგომებით გარკვეულწილად შემცირდა საგზაო შემთხვევები, ვინაიდან არ არიან მაღალმთიან რეგიონებში ესეთი ადამიანები დაშვებულები, თუმცა ფიქრობ, რომ მაინც მინდა ზამთრის საბურავით უნდა მოხდეს გადაადგილება მაღალმთიან რეგიონებში, იმიტომ რომ დილის და საღამოს საათებში მაინც იყინება ეს გზები და ყინულზე კიდე თუმცა მხოლოდ კანონების შემოღება არ არის ამის საკმარისი, საზოგადოება უნდა იყოს თავისთავად პასუხისმგებლობით და საზოგადოებისთვის შეგნების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანი არის და მაქსიმალურად უფრო მეტი საგზაო უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანია, რომ მოსახლეობამ გაიგოს, გაიაზროს თუ რამდენად დიდი პრობლემები დგას მსგავსი საგზაო შემთხვევების უკან. გაუფრთხილდეთ როგორც ჩვენს თავს, ასევე ჩვენს თანამოქალაქეებს. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი მოგზაურობისთვის. ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. დღევანდელი გადაცემა დასრულდა, ჩვენ მშვიდობით ჩვენს მაყურებელს და მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ თქვენთვის განკუთვნილ ძვირფასი დრო ჩვენ დაგვეჭირეთ. სოფიო გუჯავა და გეგინემ სიტვერიძე უმუშაობდით თქვენთვის, მშვიდობიან დღეს გისურვებთ დროებით.